მოგესალმებით ონლაინ რადიო ჩემი ხმა კლაპრიდები ეთერშია გადაცემით ჰორიზონტს მიღება გიბრუნდებით ტრადიციულ დროზე ოდნავ მოგვიანებით ისთვისაც ბოდიშს გიხდით მე კი მისი წამყვანი ტრადიციულად ესმა გუმბერიძე ვარ ძირითადად საუბრობთ ხოლმე და უფრო ხშირად ჩანან საჯარო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები თუმცა საინტერესოა როგორი არის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელი პირი რომელიც თან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და თან ყავს შვილებიც. სწორედ ასეთი ადამიანი ყავს დღეს ჩვენ ეთერში. ეს თეონა ბექაურია, მოგესალმებით თეონა, სამი შვილის დედა არის. და სწორედ ამ მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ დღეს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობელზე და მით უმეტეს როდესაც ოჯახში რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. თეონა, თუ შეიძლება რომ გითხრათ უფრო მეტი მადლობა პირველში გადაცემაში მოსვლისთვის და ამ დროის გამოყოფისთვის, თუ შეიძლება რომ უფრო მეტი მოგურყვათ იმ საჭიროებების შესახებ, რომლებიც თქვენ როგორც შეშემო მშობელს გაქვთ და რაც არსებობს თქვენს ცხოვრებაში იმ გამოწვევებზე. გამარჯობათ, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის თქვენ ესმა. ეხლა მე როგორც მშობელს ყავს ორი მცირე მხედველი ბავშვი ატარები, აქედან ერთ-ერთი დამყავს 202 საჯარო სკოლა, როგორ არის? უსინათო საჯარო სკოლა. უსინათო საჯარო სკოლა თუ მგონი ეხლა უნდა შეხრა ვიცი შეცვლა და სტატუსი, ეხლა ისე არქმევი ხან ისე ვეღარც გავიგე რა ამის. ამ სკოლაში პირველ კლასში დამყავს ბავშვი, არის მცირე მხედველი, სწავლობს ბავშვი ბრტყელი შრიფტით, ამ მხრივ ხელი შეწყობა გვაქვს, არის სპეციალური ლუპები და ბავშვი ამ მხრივ სარგებლობს კარგად, ძალიან კმაყოფილია ამის, მაგრამ სკოლაში არის ძალიან ბევრი პრობლემები. პირველ რიგში ხა სკოლაში ბავშვის სწავლისთვის არის და სწავლის მხრივ არის პრობლემა, გახანძლებულში ვტოვებ, ქვია რომ ამეცადინებენ ბავშვს ამას ვქნოდა. არა და სინამდვილეში რეალურად ამსდელები არ ყოფნით. 4-ვე დაწყებით კლასებს 4-ვე კლასს ყავს ერთი აღმზრდელი. და ისე არის, ყველა ბავშვს ამეცადინებს სათითაოდ და 15 წუთზე მეტი თითო ბავშვთან ვერ ხერხდება. ესეთნაირად. ეხლა მე მომყავს ხოლმე და სახლშიც კი ჩვენ ვამეცადინებთ კიდე ის არ ყოფნის. ის მეცადინეო. და რატომ ამეცადინებს ინდივიდუალურად ყველას? თითო კლასს ხომ ერთი პროგრამა აქვს, მაგალითად ერთ კლასში რომ 3-4 მოსწავლე სწავლობს, რატომ არ შეიძლება ერთდროულად? აი ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე არის განსხვავება ერთი რომ ზოგი ბრაილის შრიფტით სწავლობს, ზოგი ბრაილის შრიფტით. ეს კი არის ამაში და აი სხვა კიდე რა მიზეზია, არ ვიცი ამის მიზეზი მეც. დიახ, თუ შეიძლება იმაზე გითხარით, რატომ გადაწყვეტეთ რომ სპეციალიზებულ სკოლაში მოგიყვანათ? მიხედავთ იმისა, რომ თქვენ არასპეციალიზებულ ბაღში ატარებდით, მე როგორც ვიცი ბავშვს. კი, სპეციალიზებულ სკოლაში იმიტომ გადაწყვეტე, ხედავთ იმისა, ძალიან წვალობთ, ძალიან ადრე გვიწევს ადგომა. მე ტრანსპორტის სავსეა, მაგრამ ტრანსპორტირებაც ძალიან დიდი პრობლემაა კიდე. დიახ, ფონჭამდან ალაბაში სიარულს. საჯარო სკოლებს ემსახურება ხოლმე და რა გახდა, რომ ეს ტრანსპორტირება ჩვენ სკოლაშიც მოგვარდეს. ხო, და აი მიუხედავად ამდენი წვალებისა, მაინც ჩვენ აქ მირჩევნია, იმიტომ რომ ბავშვის სპეციალიზებული სწავლება საერთოდ ყოველთვის ჯობია ამ ინკლუზიას, რომელიც ჯერ არც არის წესიერად დანერგილი და მე საბავშვო ბაღში დამყავდა ბავშვები, ეხლაც დამყავს პატარა. ხო და კი არის ის რომ ბავშვს ყურადღებას აქცევენ, რომ იქ არ გადავარდეს, რაღაცა არ იტკინოს, რაღაცა, მაგრამ სწავლაზე არ კეთდება აქცენტი. ბავშვმა ლექსები არ იცოდა საერთოდ. და ეს ბოლოს გამოსაშვები ის რომ გადავიღეთ, დაამთავრა ბავშვმა ბაღი და გამოსაშვები ორი სტრიქონი რაღაცა, მე დღესაც მაქვს ის ვიდეო და აი ძალიან ყოველთვის მეც გულგატეხილი მივდიოდი, მისვლა არ მინდა საერთოდ ეხლაც იმ ბაღში. და ეს არის, თვითონაც არა, როცა უკანა პლანზეა ბავშვი და ვინმე ხო არავის არ გვინდა რომ უკანა არ სიამოვნებდა, არ წავალ და მეთქი სკოლაში როგორ ივლის რა გვეშველება სულ მეშინა და ხო. დიახ, როლი თუ არა აქვს ადამიანს ყოველთვის და ჩართული თუ არის ის ყოველთვის აი ეს არის, კი. მოტივაცია ეკარგება, მაგრამ
საინტერესოა ასეთი დამოკიდებულება მხედველი და ანუ არაშიშრემო ბავშვების მიმართაც ქონათ აღმზრდელებს რომ არ ასწავლიდნენ თუ ეს თქვენი აზრით იმიტომ რომ usinathlo კი ადამცია მხედველი რომ იცი რა არის გონიათ რომ რახან ეს არ იციან საერთოდ საზოგადოებამ არ იცის არის შეშმო ეხლა იმას გონია რახან ამას მხედველობა უჭირს მით უმეტეს სულ usinathlo არ იყო და ხა სულ usinathlo რო ყოფილიყო ხო რა იქნებოდა წარმოვიდგენია და ესე იგი ამას არ შეუძლია სწავლაც არ შეუძლია ნუ ალბათ ესე იმიტომ რომ ეხლა იმხელა ლექსები იცის ბავშვმა აი ნებისმიერთან შემიძლია გადაამოწმონ ვისაც უნდათ მე არ მეგონა თუ ჩემ შვილს საერთოდ შეეძლო სწავლა და მეტყოდენ ხოლმე რატო რომ მშობლები არ ახართ ესე და ბავშვი რატო რა ვიცი მეთქი ბავშვები გამოვიდნენ ეს და ნუ აი ხლა სკოლაში იმდენად რომ არც მეგონა რომ ბავშვი ამხელა ლექსებს ისწავლიდა და ნორმალურად სწავლობს. დიახ, ასეთ საინტერესო არის რომ ერთ-ერთ კადრის უკან საუბრისას თქვით რომ იმიტომაც მივიყვანეთ თუნდაც რომ რადგანაც usinathlo და მცირე მხედველები ვართ, გვიჭირს რომ მაგალითად ბრტყელი შრიფტით წერა-კითხვა ვასწავლოთ და აი ეს ვიზუალური განათლება რაც ჭირდება რომ მივცეთ, რომელსაც არასპეციალიზებული სკოლა ესე ინდივიდუალურად ბავშვს ვერ მიხედავდა. კი, ესეც იყო კი, რა თქმა უნდა და მართლაც ახლა მე საერთოდ ვერ ვხედავ მე მეუღლე მცირე მხედველია და მე აი ბრტყელი შრიფტით ბავშვი ვამეცადინო ჩვენ არ შეგვიძლია. და ამიტომ მე მეცადინეობის იმედი მქონდა, მაგრამ აი აქაც ამდენად შეზღუდულია. როცა აი მეორე კლასელი უკვე ხო სემესტრი დამთავრდა, მეორე კლასის მეორე სემესტრში ჩემი მეგობარი მშობელი იძახის რომ ბავშვმა ეხლა აღმოვაჩინა რომ თურმე არც ბრტყელი შრიფტი იცის, არც ბრაილი შრიფტი. ასოები არ იცის რომ ბავშვმა. იმიტომ მე როცა ეგ სკოლა დავამთავრეთ, მე სახლში თვეში, სამ თვეში ერთხელ მოდიოდი და სულ მანდ მეცადინეოდი, მე სახლში მშობლებს არ უმეცადინები და ის ყოფნიდა ჩვენ მაშინ. დიახ, უმაღლეს სასწავლებელიც დაამთავრეთ და ასე. კი, რასთან ჩვენ ყოფნიდა ეს მეცადინეობა და ახლა არა, ფაქტობრივად არაფერი არ არის. როგორ ფიქრობთ, რატომ? იმიტომ რომ ადრე უფრო მეტი usinathlo იყო, დედაშვილთან ნაკლებად მცირე მხედველი, და შესაბამისად უფრო ერთგვაროვანი იყო მოსწავლეების საჭიროებები, თუ იმიტომ რომ რაღაც мотиваცია არის ნაკლები გამოცდილი კადრია, არ ვიცი, რისი ბრალია, თუ საჭიროებების მრავალფეროვნების, თუ ნაკლები ოდენობით არიან აღმზრდელები. მე მგონია რომ გამოცდილება და ის არა ძალიან კარგი მასწავლებლები, აღმზრდელები ძალიან კარგი ადამიანები, ყველა ბავშვს უხარია გიждდება, დამტოვე და სულ მეხვეწები. იგი ფაქტია, რომ ბავშვს ცუდი გარემო არ აქვს იქ თორე. მაგრამ ეს არის ცოტა ნაკლებობა, მით უმეტეს ახლა როცა მხედველობის გარდა იქ ბავშვები სხვა შეზღუდვებითაც მოდიან, ამ შემთხვევაში მით უმეტეს მინიმუმ ერთი 3 ძიძა და 3 აღმზრდელი ისე უნდა დაემატოს, როგორც არაფერი. დიახ. თქვენ ადრე ამბობდით რომ აი ეხლაც ახსენეთ რომ ბავშვს დარჩენა უნდა და თქვენც ვფიქრობთ რომ ხანდახან დავტოვო. ასევე საზოგადოებაში აზრი რომ ინტერნეტებში ბავშვების დატოვება ძალიან ცუდია. იწვევს რა ეს ოჯახთან დაშორებას, არ არის რა ეს ოჯახთან მიახლოებული გარემო და ასე შემდეგ. და ესეთი ინიციატივაც კი იყო, როგორც მე ვიცი რომ თბილისის მცხოვრები usinathlo სკოლის მოსწავლეებისთვის ჩამოერთმიათ პანსიონში დარჩენის უფლება. თუ არის ეს წესი დღემდე თუ მოქმედებს და თქვენ რატომ გინდათ და ბავშვსაც რატომ უნდა რომ დარჩეს? მე ხან მეუბნებიან რომ თბილისელებზე ეხლაც არ შეიძლება აკრძალულია დარჩენა. ხან მეუბნებიან ზოგი თანამშრომელი ისე მეუბნება, ზოგი ასე მეუბნება. რაღაცა ინფორმაციაც წესი. ზოგი ის საერთოდ შეიძლება რომ სოციალური დახმარებაც მოეცნას ბავშვს და რა ვიცი. აი ინფორმირებულიც არა ვარ წესიერად როგორ არის. და ბავშვი თვითონ მეხვეწება, მეოდ ჩემ იქ მეგობრები მყავს დედა და ჩემ მეგობრებთანაც მინდა ხან თქვენთან ვიქნები, ხან მეგობრებთან. რაც ალბათ გარემოსაც იცვლის, როცა ის არის და თვითონ თბილი გარემოც ხვდება აშკარად ერთხელ შემთხვევით დავტოვე და ვერ მოვახერხეთ წამოყვანა და ისეთი კმაყოფილი იყო, არც უტირია მეთქი ინერვიულებდა და ეს და კიდე დავრჩებია. რა თქმა უნდა, რაღაც დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობაც შესაძლოა იყოს ეს ერთ-ერთი. ესეც კი. და თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან შორს ხართ ტერიტორიულად. ამის გამოც მით უმეტეს, რომ თქვენ ორივეს მხედველობის პრობლემა და დარღვევა გაქვთ, მეუღლესაც და თქვენც. ესეც დამატებით ვიცით, რომ ქალაქში არ არის მისაწვდომი გარემო.
ესეც რამდენად გიშლით ხელს მშობლობაში, თუნდაც იმაში, რომ ბავშვი სკოლაში ატაროთ. კი, არა, რთულია რა თქმა ვინ უნდა. ატარებს, როგორ ატარებთ? ახლა მამა ატარებს ხოლმე და მოყავს ხოლმე ისევ მამიკოს. მაგრამ ახლა ჭირს, ახლა ერთი რამიც არის, თვითონაც ეჩვევა ეს ისე სხვა თემაა კიდე, მაგრამ უკვე ათვალიერებს, აი ეს ნომერი ავტობუსზე ზოგს ვერ მოასწრებს ხოლმე წაკითხვა, ზოგს ასწრებს. ახლა ეს ეჩვევა გზას თვითონაც ბავშვი და ახლა მერე რა ვიცი, რამდენად ცოტა რო წამოიზრდება, მაგრამ პატარების ანამარიან გვიჭირს აშკარად რა. კიდევ რა გამოწვევებს აწყდებით, როგორც უსინათლო ოჯახი ცხოვრებაში, გარემოში, ინკლუზიაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ინკლუზიაში ხლა მე მაგალითად საბავშვო ბაღში ხლა აი თვითონ მშობლების დამოკიდებულებაც ერთი მშობელი არ მახსოვს მისულიყავი და გამარჯობა ეთქვათ. აი უბრალოდ არც კი გესალმებინე. ხო, ეს ახლა რა ვიცი მე ხა იმდენად აღარ ვაქცევ ყურადღებას მივეჩვიე თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ უყურსებს მაინც ცუდი არ შეიძლება. და ერთი მშობელი იძახის, აი ხა მაგალითად რომელსაც პირველ კლასში ყოველდღე დაყავს ბავშვი, ჩემი ბავშვის კლასელია, იმის დედა ამბობს ყოველ დღე დილით საღამოს მივყავს მომყავს და მთელი ავტობუსი მე მიყურებს. იმდენად დათრგუნული ვარ, აღარ შემიძლია რა დავაშავე არ ვიციო. მირჩევნია მოვიდნენ და აი შემეკითხონ რომ რატო ეს ბავშვს რაღაცა მითხრანო, ისე ვიდრე ესე მიყურონა. ყოველ დღე ასეთი რაღაცა. იმდენად წუხილით თქვა შეწუხებულმა, აი მართლა ძალიან მეტკინებული რომ რატო, მაგრამ ეს ახლა საზოგადოებას ჯერჯერობით ალბათ წლები უნდა რომ საზოგადოებამ ეხლა კომუნისტების პერიოდში როცა ასეთ ბავშვებს საერთოდ მალავდნენ, ეხლა ესე უცებ როგორ გინდა შენ რომ საზოგადოებას უცებ გააგებინა ყველაფერი, ხო? მშობელს რა თქმა უნდა აქვს ადამიანის უფლებები და სწორედაც რომ ძალიან ხშირად მშობლები ხდებიან ბავშვთან ერთად შვილების გამო რაღაცა ჩაგვრის, გამორჩევის, დამცირების და ზედმეტი ცნობის მოპოვების პირად ცხოვრებაში ჩარევის ობიექტები. რა თქმა უნდა ძალიან ხშირია ისიც რომ მშობელი უფრო ბავშვის უფლებებზე არის კონცენტრირებული, თუმცა მასაც როგორც ცალკე ინდივიდ ადამიანს ის ბავშვის გაჩენის შემდეგ როგორც ადამიანი არ ქრება, მას ისევე აქვს უფლება რომ იყოს სრულფასოვნად ჩართული საზოგადოებაში, იყოს საზოგადოების წევრი და იღებდეს შესაბამის დაფასებას, პატივისცემას, ყურადღებას და მოპყრობას, როგორც არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი. და სწორედ ამიტომ ვთქვი მე რომ ძალიან საინტერესო არის ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლების საჭიროებები და ის დამატებითი ბარიერები, რომლებიც გვაქვს ხო გარემოს იგივე მიუწვდომელი ტრანსპორტირების გამო და სხვა გამოწვევების გამო, სკოლის სიშორის გამო, რასაც მშობელი აწყდება და თუნდაც მეცადინეობის პრობლემა, რაც თქვენ ახსენეთ. უმთავრესია კი. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება რომ გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის თუნდაც და საზოგადოებამ, რომ აი ეს პრობლემების გამოწვევები თქვენ რაც გაქვთ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, ხო, მისთვის განათლების მიცემა, უნარების განვითარება, ხო, იგივე ვიზუალური განათლების მიცემა, რაც აუცილებელია თუ მას მხედველობა აქვს და რადგანაც მას მხედველობა აქვს და მას ჰქონდეს არჩევანი და ყველანაირი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა და ფართო თვალსაწიერი. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს ეს იმისთვის, რომ ეს უფლება ბავშვს არ შეელახოს და მშობელმა არ იგრძნოს ამავდროულად, რომ მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო შვილს რაღაც დააკლდა. იცით ეს ხა ერთადერთია, რომ პირველ რიგში დაამატონ აღზრდელები, დაამატონ ძიძები. ეხლა მე მაგალითად ყოველდღე დამყავს, ჯერჯერობით არ ვტოვებ, როცა დავტოვებ, ეს სხვა საკითხი იქნება. მაგრამ ვინც ტოვებს, ბავშვები გამოუწყდეულები არიან, აი ოთახში, ერთ ოთახში შეიძლება მეორე სართულის დერეფანში. არ არის ერთი ძიძა, რომ ბავშვები ეზოში ჩაიყვანოს კარგამენტში კაცო და მეთვალყურება გაუწიოთ. როცა რომ მე მას სწავლობდი, სულ ეზოში დავრბოდით. დაღმა რას ვინ დაგვიშლი და ეხლა არიან სხვანაირი შეზღუდვებითაც ბავშვები და შეიძლება მანაც გამოიწვია ეს, მაგრამ მე ქუჩაში არ გაიპაროს ჭიშკარის სისტემატურად ღია. ხომ შეიძლება უსაფრთხოების წესების სხვანაირი დაცვა, უსაფრთხოებამ არ უნდა შეაფერხოს ბავშვის განვითარება და მისი განათლების მიღების შესაძლებლობა, ეს ციხეს და სინჯარას და იმას რა ქვია, სათბურს ნამდვილად არ უნდა დაემსგავსოს. კი, ჯერ ერთი ეზოც მოსაწესრიგებელია, ხა მე არ მინახია მესამე სართულზე საშინელი,
სარემონტოა თურმე, მაგრამ ეს სანამ გაკეთება, მანამდე ხო არ შეიძლება ბავშვების გამოუწყდება რაღაცა ძიძა, უნდა გამოყონ ამისთვის, რომ იმან გამოიყვანოს ბავშვები. თავიდან ჩემი ბავშვი ტიროდა, რომ სულ ერთ ადგილზე ჯდომით დავიღალე და იმიტომ ავტირდიო. ერთ ოთახში ყავთ ესე და ვერ უშვებენ. გარეთ რა ვიცი ხა, თანამშრომლების დამატება აუცილებლად საჭიროა. თქვენ ახსენეთ ტრანსპორტირების საკითხიც, რომ სკოლას ქონდა დაპირება, რომ ახალი წლიდან უზრუნველყოფდა ტრანსპორტირებას. როგორი ბავშვების და ვის ტრანსპორტირებაზე იყო საუბარი და რატომ გადაიდო ეს პროცესი ხილიცით? დაპირება იყო, მე დამირეკეს კიდევაც, ბავშვის მონაცემები გამომკითხეს, მისამართი ჩაიწერეს. არ არის, არ ვიცი, რა არის და აქ დაიწყო მეორე სემესტრი ფაქტია და არაფერი ჯერჯერობით არც კი დაურეკია ვინმეს და მის თავობას. დაპირებები იყო. ხა დაპირებები კიდე არის ბევრი რამეზე ვთქვათ, იქ რემონტი უნდა გაკეთდეს, ეს ვითომ მაისში, როცა ადრე დაითხოვონ ცოტა უნდა სკოლა და დაიწყონ, რა ვიცი, რამდენად იქნება, რამდენად ეს არ ვიცი. პარალელი მინდა გავავლო შეუსრულებელ დაპირებებთან დაკავშირებით, ასევე დაპირება იყო, რომ გამცირებლების რაოდენობაც გაიზრდებოდა, თუმცა ამაზეც უარი მივიღეთ. რამდენად დეფიციტურია გამცირებლის სერვისი უსინათლოთა კავშირში? ჩვენ და თქვენ პირად გამოცდილებაზეც ვიცით, რომ საკმაოდ ძნელი არის გამცირებლის დახმარების მოპოვება საჭიროების შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ თვითონ უსინათლოთა კავშირში მე სკოლას არ გულისხმობ, არა სკოლაში, არამედ უსინათლოთა კავშირში გამცირებლების საჭიროება ნამდვილად არის, სადაც ამდენი უსინათლოა და ახლა ჩვენ აქ კაპიკებს ვუყურებთო, კაპიკები გვაქვს გათვლილიო უпростоრად და სადა გვაქვს ჩვენთვის, რომ ტყუილა დავნიშნოთ, რომ ტყუილი ამათ გონიათ, რომ რაღაც თითქოს ტყუილი შტატებია, რაღაც რომელიც არასაჭირო და არა და ყველა გამცირებელი დატვირთული, ვითომ არ ხართ დატვირთული, ერთმა ვიღაცამ რაღაცა ახსენა, რომ აი ვერ წავედი დღეს არა და თუ არ ვიყავი თუ რაღაც და ეს დაიხვეეს რაღაცა ხელზე და თქვენ ხართ, მაგრამ არ დადიხართ, არ დაგხავთ უსინათლოები რეალურად, ვითომ ტყუილად იღებს თითქოს გამცილებელი ხელფასს. ერთი გასათვალისწინებელი მომენტია, რაც აუცილებლად უსინათლოთა კავშირმაც უნდა გაწიოს, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატირება და რაც უნდა აუხსნას მერიას და მერიამაც ასევე უნდა გაითვალისწინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაზე არის საუბარი. არის ის, რომ ძალიან ძნელი არის წინასწარ განსაზღვრო, რამდენი ხანი შეიძლება დაჭირდეს უსინათლოს კონკრეტულ უსინათლოს დახმარება. მაგალითად, როდესაც მივდივართ საავადმყოფოში, ან როდესაც მივდივართ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ზუსტად არ ვიცით, შესაძლოა დამატებით გამოკვლევების ჩატარება გახდეს საჭირო, ან დამატებით სამუთების მოძიება და ის რაც გვეგონა რომ 1 საათი უნდა გაგრძელებულიყო, შესაძლოა 3 საათი გაგრძელდეს. ამ პირობებში ძალიან ძნელი არის, რომ ცხილები დააფიქსირო და დღეში ბევრ უსინათლოს ერთდროულად რომ მომსახუროს ის გამცილებელი. ძალიან მნიშვნელოვანი არის გაეროს კონვენციის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შეშემოპირებს აქვთ უფლება, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შექმნან ოჯახი და სახელმწიფო ვალდებულია ამ პირობებს პატივისცეს და ამ უფლებას. ქართული კონსტიტუციის მიხედვით და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო უქმნის შესაბამის პირობებს და პატივისცემს ოჯახს. თქვენ როგორც შეშემოპირი ამ გადაცემიდან გამომდინარე არ ჩანს რომ სახელმწიფო ქმნის ამ პირობებს იმისთვის რომ თქვენს ოჯახს შესაბამისად გაუძლოთ და ყველა ის საჭიროება რაც თქვენ შვილს და თქვენ პირად როგორც მშობელს შეშემომშობელს გაქვთ რომ იქნეს დაკმაყოფილებული. თქვენ რას სიტყოდით სხვა შეშემოპირთა მშობლების სხვა შემომშობლებთან დაკავშირებით მათ გამოცდილებებზე თქვენთვის რაც არის ცნობილი ისინი რა გამოძიების წინაშე დგანან? ისიც არის ჯერ უბრალოდ თავიანთი თავი წარმოიდგინონ საერთოდ ვისაც ეს ეხება. თვითონ ოჯახში საქმე რო აქვს, აი ვთქვათ რომ მიდიან იმ საქმეზე, რა იციან, აქ ჯერ შეშემოსო თავი დავალებოთ. აი რა იციან იმათ რამდენი ხანი დაჭირდება და საერთოდ აი ქვეყანაში როცა არაფერი წესრიგში არ არის. ეხლა მე უბრალოდ 2 საათია გზაში ვარ, მოვდიოდი მარშრუტკებიც კი სავსეა. აი ვერ იმასია ეს ტრანსპორტი გამცილებელზე რომ ვთქვათ. და ესე რომ ამის განსაზღვრა ამას თვითონაც ვერ განსაზღვრავენ საკუთარ ოჯახში თავის დედას, თავის შვილს დაუშვათ რომ წაიყვანს ექიმთან ან სადმე ვერავინ ამას ვერ განსაზღვრავს და
მით უმეტეს ახლა ჩვენ როგორ გავსაზღვრავთ ხო თან ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. იქ უყურებ ხოლმე დაუშვათ ელოდების შენრიხ ციფრები ეწერება, ვერ ხედავ დაეწერა თუ არა შენი ნომერი, დაუშვათ ის რო გაქვს აღებული. დე ხო და რა ვიცი 1000 პრობლემაა და ის წვრილმანი რაღაცები რაც არ არის მისაწვდომი, სწორედ წვრილმანები ქმნის ძალიან სერიოზულ ბარიერებს. ეს დეტალები მათშია სწორედ საქმე და ისინი ქმნის დამატებით სირთულეებს და უშლის ადამიანებს ხელს რეალურად სახლიდან გამოვიდნენ და აკეთონ და ჩაერთონ საზოგადოებაში. გაციეთ უფრო მარტივი, შეიძლება ადამიანისთვის იმდენ ძნელია საზოგადოებაში ჩართვა, რომ ის ამაზე უბრალოდ უარს ამბობს. შემდეგ იღებს ბრალდებას, რომ ის არ არის ჩართული, მას არ აქვს ინიციატივა. ეს იყო თეონა ბექაური, მადლობა მას დღევანდელი გადაცემისთვის და ამ პოზიციისთვის, ვიდრე ეს იშვიათი თემა არის, ძალიან იშვიათად ხდება დისკუსიის საგანი საქართველოში. მე კი მომავალი კვირით და მომავალ გადაცემამდე 2 კვირით დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის და კარგად გრძელდებოდეთ.